რა არის ასტროლოგიაში სინასტრია, შეთავსების რუკა. ხშირად მიმართავენ ხოლმე მაგალითად პირად ურთიერთობებში, ქორწინება როგორი იქნება, წყვილების ურთიერთობა როგორი იქნება, ორი რუკა ერთმანეთზე იდება, აჩვენებს წყვილის მაგალითად შეთავსებას, რამდენად თეთრსებიანი ხასიათში, ურთიერთობებში და შემდეგ. არ არის მარტო წყვილებს შორის სინასტრია. არის ველის თეორია, ესეთი ტერმინი, როდესაც გარკვეული ჯგუფი ადამიანების ზემოქმედებენ ერთმანეთზე და ქმნიან რაღაც ველს, ხო? აი ამ ველის თეორიაში ძალიან კარგად ჯდება სინასტრიული კავშირები და სინასტრია არ არის მარტო პარტნიორულ ურთიერთობებში, ნებისმიერი ადამიანთან ურთიერთობა. მაგალითად, რომელიმე ადამიანის სატურნი პირდაპირ ჩემს მზესთან ხვდება, ან ჩემ პირველ სახლში ხვდება, პირველი სახლი მე ვარ პირდაპირ, ხო, პერსონა. შეიძლება მქონდეს განცდა უკვე პირად ურთიერთობებში თუ ვიქნები, ან უბრალოდ რაღაც ნახავ, ხო, რაღაც არ მსიამოვნებს ეს ადამიანი, ან რაღაცნაირად ცივია, ანუ მექნება გარკვეულწილად მის მიმართ წარმოდგენები, რომელიც მისი და ჩემი რუკის შეთავსებით ყალიბდება ხოლმე. ეს რუკა ხო ჩვენ ვართ, ჩვენი ენერგეტიკული ველი არის, რომელიც ენერგიებს აჩვენებს, ხო, ფსიქოლოგიაში. ასტროლოგიაშიც არის იგივე, ენერგეტიკული ველი ადამიანის ჩანს ძალიან კარგად. თან ბევრ სფეროში არ არის ეს ენერგეტიკული ველი ერთი ველი და მორჩა. იქ ძალიან ბევრი ქვეშრეები არის, ქვეცნობიერი პროგრამები არის, იქ დაგროვილი ბლოკები არის და შემდეგ. აი ეს კონკრეტული ენერგიები კონკრეტულ სფეროებში, სახლებში, ესე რომ ვთქვათ, ასტროლოგიურ ენაზე, მიმართული არის როგორც ისრები ადამიანზე ხოლმე. იქნება ეს ნეგატიური ასპექტები თუ პირიქით პოზიტიური ასპექტები, ხო? ნუ ასევე, როდესაც ადამიანს მაინც ახლა ჰარმონიული რუკა აქვს, ზოგადად პოზიტიური ველის ენერგეტიკა შეგვიძლია უწოდოთ ასეთ ადამიანს, არა აქვს აი ეს კუთხური, აგრესიული კომბინაციები, რომელიც შეიძლება სხვას არ ტყამდეს. მაგრამ აი ამ ველის თეორიაში ყურადღება მინდა გაგამახვილებინოთ აქ ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე. აი მე ხო ვარ ჩემი ენერგეტიკით, ჩემი რუკით, მაგალითად, ჩემი გამოცდილებით, ჩემი ფსიქოტიპით. როგორც კი სხვა ადამიანთან შევდივარ ურთიერთობაში, მე უკვე აბსოლუტურად შეიძლება ისე ვიქცეოდე ან ისე ვგრძნობდე თავს, რომელიც სხვასთან ესე არ გამოვავლინო. ანუ გარკვეულწილად ველის თეორიას რო დაუბრუნდეთ ფსიქოლოგიის, ხო? სხვების ენერგეტიკა მოქმედებს ჩემზე. აი მაგიტომ არის რომ ცოტა არ ვეთანხმები ხოლმე მთლად იმას, რომ აი ყველა პარტნიორთან ერთი და იგივე პრობლემები მაქვს. აი შეიძლება რომ რაღაც ზონაზე ერთი ძირი იყოს, იქ ვენერას კომბინაცია, როცა არის მარსის მზის კომბინაცია, მაგრამ სხვა ადამიანის ენერგეტიკულმა ველმა, მისმა რუკამ, მოდი ესე ვთქვათ, მისმა ენერგეტიკულმა ველმა, მისმა ფსიქოლოგიურმა ველმა მოახდინოს ჩემზე გავლენა. და გამაკეთებინოს ისეთი რაღაცები, რაც აქამდე არ მქონია მაგალითად.